გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. ჭიათურაში მიმდინარე პროტესტია დღევანდელი წერტილის ფოკუსში, რომელიც უკვე მესამე კვირაა გრძელდება და ახლა ისევ თბილისში ბრუნდება. მოსახლეობის პროტესტის განახლების ბოლო მიზეზი ის გახდა, რომ ჭიათურ მენეჯმენტ კომპანიამ მაღაროების გაჩერების პირობებში ნაკისრი ვალდებულებებით აღებული თებერვლის ხელფასი დასაქმებულებს არ დაურიცხა. 7 მარტს კი ჭიათურ მენეჯმენტ კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ჯორჯიან მანგანესთან შეთანხმებით მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 3500 ადამიანი სავარაუდოდ სამსახურის გარეშე რჩება და ვერც ხელფასის 60%-ს მიიღებენ, რომლის გადახდაც დასაქმებულების ინფორმაციითვე ყოველთვე გვიანდებოდა. 14 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო საზამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდის უნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართეს. ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ გადახდის უნარობის დასამტკიცებლად გერმანული საკონსულტაციო კომპანია DMT-ს დასკვნას იშველიებს, რომლის თანახმადაც მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია. დაკმაყოფილებს თუ არა ქუთაისის სასამართლო ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიის მოთხოვნას ჯერ არ ვიცით, მაგრამ პროფკავშირების ცნობით სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის განცხადება დაახარვეზა, ეს იყო თავად პროფკავშირების მოთხოვნა. რაც შეეხება მაღაროელებს, დასაქმებულები ითხოვენ ჯორჯიან მანგანეზმა ჩარიცხოს ხელფასები, მოხდეს საწარმოს ნაციონალიზაცია და წარმოების განახლება წესების დაცვით, ასევე შეიქმნას ადგილობრივების ფონდი და საწარმოს აქციების 5% გადაეცეს ამ ფონდს, რომელიც მიღებულ თანხას ჭიათურის განვითარებას მოახმარს. ოქტომბერში არჩევნებია და თქვენზეც ვიტყვით უარს მაღაროელების ნაწილი მთავრობას აფრთხილებს და როგორც გუშინ მაღაროელის Facebook Live-ში დაანონსეს, გეგმავენ ორშაბათს 24 მარტს თბილისში პირველი საათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართონ აქცია. ჩვენ აქედან ჩამოვდივართ, თქვენ იქ დაგხვდით, ერთად მოვუტანოთ ჭიათურას გამარჯობა, მიმართეს ჭიათურაში მყოფ მაღაროელებმა თბილისში მყოფებს გუშინ Facebook Live-დან მოვისმინოთ ნაწყვეტი ამ ვრცელი მიმართვიდან. უნდა უთხრა სახელმწიფოსაც, რომ აი თქვენც თუ იგივეს აპირებთ და იგივე გინდათ გააკეთოთ, როგორც ჩვენ პროფკავშირზე ვთქვით, უარი და აღარ გვაინტერესებს ჩვენი პროფკავშირი, აღარ გვაინტერესებს ჩვენი კომპანია, ისე ვიტყვით ჩვენს ხელისუფლებაზედაც უარს. აგერ ოქტომბერში კიდევ არჩევნები გაქვთ, აქედან დაიწყება თქვენი წაგება, ისე როგორც წესი და რიგი არის. ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი გადატრიალების გზით და ომით და ქვეყნის დაქცევით ჩვენი ხელისუფლების გადაყენებას. კანონის წესებში და ფარგლებში როგორც ჩდება, თუ აქამდე მე თქვენთვის მუშაობდი და აქ თითოეული ჩვენთაგანი იმისთვის ვიბრძოდით, რომ თქვენი იმედი გქონდა, გენდობოდით და გეყრდნობოდით, დარწმუნებულები იყავით, პირიქით ვიმუშავებთ საპირისპიროდ, ვიმუშავებთ ჭიათურიდან 70%-ს კი არა, 10% ხმასაც კი ვეღარ წაიღებთ, დამიჯერეთ ამის პირობას ვიძლებით და ამის შემსრულებლებიც ვართ. ჩვენ ვართ ის კატეგორია ადამიანების, რომელი კატეგორიაც სიმართლეს ვლაპარაკობთ, სიმართლეს ვსაუბრობთ. თქვენთან როცა მოვიდა პეტრიაშვილი, როცა მოვიდნენ კომპანიის ხელმძღვანელები და დაждდნენ და საუბრობდნენ. ჩვენ არ ვიცით, მაგ ხალხმა ჩვენზე რა ისაუბრეს. 2 წელიწადია მაგ ხალხთან ჩვენ არაერთი შეხვედრა გქონდა, არაერთი მოლაპარაკება გქონდა, არაერთხელ აგვიხსნია ჩვენი ჭიათურის პრობლემები და არაერთხელ ვისაუბრია ჩვენს პრობლემებზე, მაგრამ ჩვენი პრობლემებად დარჩა. ჩვენი გადათხილი ქალაქი გადათხილად დარჩა და არავის სათანადო ყურადღება ჩვენ თითოეულს არ მოგვაქციეს და ბოლოს ვერთ მშვენიერ დღესაც სულ ყველა განთავისუფლებულები დავრჩით სამსახურიდან. თურმე ახლა ჩვენ უნდა ავდგეთ, ვეძებოთ ახალი სამსახურები, დავტოვოთ ჩვენი ქალაქი და წავიდეთ. რატო უნდა წავიდეთ ჩვენ ჩვენი ქალაქიდან და რატო უნდა იყოს ვიღაცა აქ ჩამოსული ინვესტორები და ვიღაცა ისეთი ხალხი, რომლებიც მართლა ამხელა სიმდიდრე ჩვენი ქალაქიდან გააქვთ და ჩვენ წავიდეთ ჩვენი ქალაქიდან? ნამდვილად ვერ იქნება ესე. ოქტომბრის არჩევნებიდან დაიწყება თქვენი განთავისუფლება თითოეული თქვენთაგანის და ჩვენ თუ დაგეყრდენით და აგირჩიეთ, დამიჯერეთ თქვენ ის ხალხი იქნებით, ვისაც პირადად მე და თითოეული ჩვენთაგანი აქ მყოფი, თქვენს საპირისპიროდ ამუშავებს მთელ ჭიათურას და მთელი ჭიათურის მოსახლეობას.
როგორც მოვისმინეთ, მაღაროელები მთავრობას თხოვენ უშუალოდ მათ დაელაპარაკონ ყოველ შემთხვევაში ეს ჯგუფი და ასევე ჭიათურის კრიზისთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფში, რომელიც შექმნა 19 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში გამართული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე გადაწყდა ჩასვან მაღაროელების წარმომადგენელიც. სიმართლეს ჩვენ გეტყვით და არა პროფკავშირები აცხადებენ ისინი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილია წერტილის სტუმარი და მასთან ერთად ვისაუბრებთ, როგორ წარმოუდგენიათ ჭიათურის კრიზისის მოგვარება, რა როლი აქვს ამ პროცესში და რატომ არიან მაღაროელები მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი, როდესაც ზოგადად პროფკავშირები დასაქმებულების ინტერესების დაცვის სადარაჯოზე არიან ხოლმე. ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ 19 მარტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს, როდესაც კითხეს, როგორ ხედავს ჭიათურის კრიზისის გადაჭრის გზას და რას ფიქრობს მაღაროელების მოთხოვნაზე, მოხდეს მაღაროების ნაციონალიზაცია, ოცნების პრემიერმა ასეთი პასუხი გასცა სახელმწიფომ, რომ წამოიღოს კერძო საწარმო პრინციპულად არასწორია და იმედია გამოსავალი გამოიძებნება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ვინც შრომობდა მაღაროში, ყველას ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამომშვიდობის ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში მინდა თქვენი ვერსიაც მოვისმინო, რით ხსნით მაღაროელების ყოველ შემთხვევაში ნაწილის დამოკიდებულებას პროფკავშირების მიმართ, გულისხმობ კრიტიკულ დამოკიდებულებას, ახლაც ვისმენდით ხომ ერთ-ერთი მაღაროელის განცხადებას, სიმართლეს ჩვენ გეტყვით და არა პროფკავშირებიო. რა ხდება? თქვენ ვის ინტერესებს იცავთ? მოგესალმებით. მოგესალმებით მაყურებელს, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის და მადლობა იმისთვის, რომ დროს უთმობთ ამ მეტად გრძნობიარე და მნიშვნელოვან თემას, იმიტომ რომ რეალურად პრობლემა არსებობს იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენენ ძირითად ნაწილს ჭიათურის მოსახლეობის და ესენი არიან როგორც მაღაროში მომუშავეები, ისე ამ ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა ბიზნესები, სადაც ადამიანები მოღვაწეობენ და მხოლოდ მაღაროელის ხელფასზე არ არის საუბარია რაღაც სერვისებზე, რომელიც მაღაზიები ექნება, ეს აპარიკმახელები თუ ასე შემდეგ, რომელიც სტიმულირებას აძლევს იქ ადგილობრივ ეკონომიკას. აქედან გამომდინარე ამ გზნობიარე საკითხის მოსაგვარებლად ალბათ ყველას, ვისაც რისი კომპეტენცია გააჩნია, უნდა იყოს ჩართული ამ პროცესის მოგვარებაში. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ერთი კონკრეტული ჯგუფის განცხადებაა და დაუშვათ გარკვეული უნდობლობა პროფკავშირებთან მიმართებაში. ეს არის აქტიური ჯგუფი. ხო, ნუ ეხა აქტიური ჩემთვის და არც არავისთვის ინდულგენცია არ გახლავთ, რომ თქვათ მაღაროში მუშაობ და აუცილებლად სიმართლეს ამბობ, ზოგი ნებსით, ზოგი უნებლიეთ, შეიძლება დაუშვოთ აბსოლუტურად მტრის წისქვილზე ასხამდე წყალს. აი ხლა უბრალოდ თქვენ გეკითხებით და მაყურებელმა განსაჯოს. ის ყბადაღებული 60% რომ იქნეს გადახდილი, ერთადერთი იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ და მხოლოდ პროფკავშირს, იმიტომ რომ პროფკავშირთან გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების შედეგად ეს ვალდებულება აქვს კომპანიას. აი მართლა რომ გაგიჟდეს პროფკავშირი, მართლა რომ გავგიჟდე და თქვა რომ გამოვდივარ ჭიათურიდან, გამოვდივარ ამ კოლექტიური ხელშეკრულებიდან, ის რასაც სხვადასხვა გზებით, ოფიციალურით თუ არაოფიციალურით, რამდენიმე თვის მანძილზე ითხოვდა კომპანია ჩემგან. რამდენიმე თვის მანძილზე ითხოვდა კომპანია მას ჩემგან, რომ ხოდი დავშორდეთ, გავაჩერეთ კოლექტიური ხელშეკრულება, მე განვაახლოთ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ხელფასები არ ვიცოდი რომ ისინი იკეტებოდნენ, არავინ არ იცოდა რომ ისინი იკეტებოდნენ. 28 თებერვლამდე ყველამ ვიცოდით და მეც მათ შორის, რომ ისინი ბანკებში ეძებდნენ თანხებს იმისთვის, რომ ეს ვალდებულება შეესრულებიათ. და დაუბრუნდები ჩემს შეკითხვას. მართლა რომ გავგიჟდე და გამოვიდე ამ ყველაფრიდან. და პასუხისმგებლობა არ მქონდეს ჩემი წევრების, ზოგადად როგორც ერთ მოქალაქეს და ასე შემდეგ და აი სამდენი სიბინძურე და ტალახი რაც მოდი, უბრალოდ თქვა რომ კი ბატონო, ხო რახან არ გინდათ, აი თვითონ როგორც კომპანიამ თქვა, ჩიც რა უნდა და ხელისაკნევო, არ გინდათ კომპანია რო აქ იყოსო, მე წავედიო და თურმე მზად ქონიათ ყველაფერი როგორც ირკვევა, სასამართლოზე მიმართვაც, ოფიციალური წერილიც და ასე შემდეგ, ხო? ეს ხალხი რჩება მართლა უხელფასოდ. კომპანიასაც ეგ უნდა. ეს 60% განხილვის თემაც კი აღარ იქნება, იმიტომ რომ ბიზნეს გადაცემაა თქვენი და კოვიდის პირობებში, სხვადასხვა დროს, იქ სადაც პროფკავშირი არ არის და
სისხლის და ოფლის ფასად ეს კოლექტიური ხელშეკრულება, ესეთი ტიპის კოლექტიური ხელშეკრულება არ აქვს. რამდენი საწარმო იცით და რამდენი ბიზნეს კომპანია იცით, სადაც უმუშევრობაში 60% ხელფასისას რომელიმე ბიზნესი უნაზღაურებს თანამშრომელს. იცით თუ არა, ყოფილა თუ არა თქვენ გადაცემაში თელარ მართლა მაინტერესებს. თუმცა ამ კომპანიასთან დაკავშირებით, როგორც ჯორჯან მანგანესთან, ისე CMC-თან იმდენი კითხვა, ცოტა გაუგებარიცა, ბევრი რაღაცა, ბევრი კითხვის ნიშანი არის. რეალურად რა დებატია. მეორე საკითხი, რომ მე მართლა მაინტერესებს, თქვენ იქნებ მართლა ვწდებით ხო და ბიზნეს გადაცემა ხოთ, ბიზნესთან ახლოს ხარ და იქნებ მართლა ვწდებით. მეუბნებიან რომ CMC-ს რატო შეუტანეს სარჩელი სასამართლოში და რატო არ შეუტანეს ჯორჯიან მანგანეს. აი ეს ჯგუფი მეუბნება. სასამართლოში გაკოტრებაზე CMC-მ შეიტანა და აბა ჯორდანო ბრუნოს ხომ არ შეუტანდი სასამართლოში სარჩელს. ვისთვის უნდა შემეტანა სარჩელი? სასამართლოში თუ სასამართლო დაადგენს და გახსნის და ეს ხარვეზი და ხარვეს თუ არ მოყვება რომ საქმე არ გახსნას გაკოტრებასთან და გადახდის უნარობასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მიდის ლიკვიდაციაზე და ამას ქვია კუკუ ჯუზეპე არივერდერჩი. დაამთავრდა თემა, ვერაფერს აბსოლუტურად ვერ ვიზამთ, ერთადერთი მერე თუ იქნება მთავრობის კეთილი ნება და იტყვის რომ ხო, მაგრამ აბა ამ ხალხს და თანხას მიცემენ, თორე იურიდიული საფუძველი უბრალოდ აღარ იარსებებს. ხვდებით? და ეხლა ვისთვის ქვილზე ისხმება ის წყალი, რომ პროკავშირები ამ პროცესიდან ამოვა. რა თქმა უნდა, ის არ ამოვა არც ერთ შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, ეხლა წევრები ყავს, პასუხისმგებლობა გვაქვს და ასე შემდეგ. რამდენია თქვენი წევრი 3500 ადამიანიდან შეგიძლიათ გითხრათ, იმიტომ რომ ეს ადამიანები თუნდაც თემურ მოდებაძევის განცხადებასაც ახლა ვისმენთ. ესენიც ხო იქ დასახმებულები არიან, მათაც ხონდათ რომ ქონდეთ ხელფასი იმუშავა. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არის. ინტერესი ერთია. განა სწორედ მაგაშია, რომ ეს არის მთელი ქალაქის ინტერესი და ჯგუფი, რომელიც ამას ამბობს, ვისთვის ვფიქრობთ, აი თქვენი ვერსია რა არის? თავისი დღის წესრიგი აქვს. თავისი დღის წესრიგი აქვს, მათ წარმოიდგინეთ, რამდენიმე ვერსია არის. ვიცი ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთ ჭიათურელს უნდა რომ ველი მან მოსუფთავებულიყო აბსოლუტურად, არც კოლექტიური ხელშეკრულება ყოფილიყო, აღარ დასაქმებულები არ ყოფილიყვნენ და მერე თავისუფალ რეჟიმში ერთ-ერთ პოლიტიკოსთან ერთად ხელახლა მოეხდინა ის, რაც მათ უნდათ, მათი აყვანა და ასე შემდეგ. მეორე ამ ყველაფერს რას მიიღებდნენ ამით? ანუ ამ შემთხვევაში განახევრებულ თანამშრომელთა რაოდენობას, კოლექტიური ხელშეკრულებით რა სოციალური გარანტიებით, ეს კი არ არის მარტო დაზღვევა აქვთ. აი ესენი რომ ამბობენ რომ დაუშვათ ეს ხელფასების მომატებაზე პეტრიაშვილმა რაღაცა ათიაო, 20-25% ითხოვდნენ ხელფასების მომატებას. ჩვენ ის ღამე ვათიებთ რომ როცა კრიზისში შევიდა ეს პერიოდი, ეს პრობლემებში როცა შევიდა ისინი კი არ ზარალდებოდნენ მხოლოდ. ყველა ზარალდებოდა, მათ შორის პროფკავშირი, იმიტომ რომ დამსაქმებელი გადატეხავდა პროტესტს და ვეღარასოდეს ვეღარ დავებრუნებდით, რომ რაღაც ძალით, როდესმე ჩვენ იქ რაღაცას მიგვეღწია და შევთავაზე ამ ადამიანებს, რომ კოლექტიური ხელშეკრულებით ჩვენ გვაქვს ინფლაციის შედეგად ინდექსაცია. 5% ავტომატურად უნდა იყოს მომატებული, კომპანიასთან მოლაპარაკებით ეს გვაქვს 8-დან 9%-მდე და თქვენ ითხოვთ 20-25%-ს. თქვენ თუ ეს გაწყობთ, იქნება ამ თემაზე მოველაპარაკოთ კომპანიას და იქ გავაზრდებიოთ რაღაცა და ყველაფერი გავაკეთე და მართლა ღამეები ვათენე იმისთვის, რომ კომპანია დაგვერწმუნებია იმ სამხრივ კომისიაზე, რომელიც საუბრობენ, ეს კიდევ ერთი ტყუილია, იმიტომ რომ ამ სამხრივ კომისიაზე პირიქით პროკავშირებისგან იყო საკითხი დასმული, რომ ბიზნესი რამდენი ადამიანის სახელი დავასრულო რა, ეხლა 75% არის წევრი, მე როგორც ჩემი არა, სტრუქტურა ეგეთია, იურიდიული სუბიექტია, ცალკე იურიდიული სუბიექტებისგან შედგება პროკავშირები. კი, პროკავშირების წევრები არიან ისინი. და მათ შორის თქო თემურ მოდებაძე ტარიელ მიქეცაძეს მაღაროელი, რაც არის ყველაზე აქტიური, არ არის წევრი, არ არიან ეს ადამიანები. არის კითხეთ, მართლა მე იდენტიფიცირება ეგრე მე ჩემიდან არ ჩანს სამი ბარიერია. გეკითხებით რომ რადგან ისინი კრიტიკულად არიან განწყობილი და თავრობას მიმართავენ ჩვენ დაგველაპარაკეთ და არა პროფკავშირებსო. ვერა ნახეთ უყურეთ როგორ უნდა თქვენ ხო იცით სამხრივი კომისია მათ იციან იმიტომ რომ ახსნილი მაქვს ეს ყველაფერი იციან თითოეული თეთრი რა ხა ხო ამბობენ ჭიათურია ფინანსური ინტერესი და ასე შემდეგ თითოეული თეთრი იციან უბედურება ეგ გახლავთ რომ იმ 3500 კაცს და იმ ჭიათურელებს ამ ნაცარს აყრიან თვალებში იმიტომ რომ იციან ზუსტად პროფკავშირს რა აქვს აქედან და სამხრივ კომისიას დაუბრუნდეთ რა სამხრივ კომისია
წერია კანონმდებლობაში და პროკავშირს აქვს მოთხოვნის უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ რიგგარეშე სამხრივი კომისია მოსკოვის მთავრობას რომ მოიწვიოს. ჩვენი ეს კვოტა გამოვიყენეთ და პირობად დავაყენეთ, რომ კომპანიის წარმომადგენლები ამ კომისიაზე არ ყოფილიყვნენ და მე ჩემი ვერსიები, როგორ უნდა მომხდარიყო დაუშვათ კომპანიისგან ამ თანხის ამოღება, კომპანიის თანდასწრებით არ მინდოდა მელაპარაკა და იქ არის ბიზნეს ასოციაციები, პროფკავშირები, დამსაქმებელთა ასოციაციები, მთავრობა და პროფკავშირები და არა კომპანია. ესეც მოატყულეს მასე ჭიათურის მოსახლეობას, რომ კომპანიასთან იმასთან ერთად თვალით არ გვინახია საერთოდ. ეხლა რა შევთავაზეთ? გადაჭრის გზა ხომ, აი რომ ეს 3500 ადამიანთან დავალიანება დაიფაროს და თან არ დარჩნენ კრიზისის გადაჭრის გზას რაც შეეხება. ყველაფერი კარგია, განაცუდია, რომ რაღაც ფონდში ირიცხებოდეს, ბავშვებს ჰქონდეთ უფასო რაღაც ტრანსპორტი მოსახლეობას, რა ვიცი, ყველა მოთხოვნა, მაგრამ დღეს მე რასაც ვხედავ და იურიდიულად მე ხელში რაც მიჭირავს, ეს არის რომ ხვალ იქნებ ჭიათურის მოსახლეობას არ შეოდეს და იურიდიული ბერკეტი გამაჩნია და მთავრობაც დამეთანხმა, მათ ცალკე ქონდათ არ ქონდათ კომუნიკაცია ამასთან კომპანიასთან, მე არ ვიცი, მაგრამ რითიც დამიბრუნდნენ ამ სამხრივ ესე თქვა დიალოგში ამ ურთიერთობაში, თქვეს რომ მათ ქონდათ და ისინი დაეთანხმნენ პროფკავშირებს ამ მოთხოვნაში, რომ იურიდიულ ნაწილში პროფკავშირები მართალია, სხვა აქტივები, მე იმასაც გადავწვდი, ხო, გუშინ ზესტაფონის სიუჟეტი ვნახე თქვენთან. მაინტერესებს არმატურასთან დაკავშირებით აქსიზი ხო აწიეს? არმატურა, რომელიც ფაქტიურად ქარხნები დაიკეტა და თანამშრომელი გასაშვები გახდა, იმიტომ რომ არმატურა შემოდიოდა უცხოეთიდან, ხო? ეხლა კომპანია როგორც გავიგე, მე არ ვიცოდი ეს, ზესტაფონში რაღაც უცხოეთიდან შემოაქვს მადანი და ასე შემდეგ. რა ვიცი, თუ არის საშუალება რომ ჭიათურაში იქნეს ეს გამოყენებული, ეს ამით უნდა დაბალანსდეს. მაგრამ ამას პროფკავშირები ვერ გააკეთებს, კომპანიას ჩემი მხრიდან ნდობა აქვს 0, იმიტომ რომ მოგვატყილეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით 27 მენეჯმენტ კომპანიის გულისხმობს. ვინც იყო ხო ამ სამხრივ კომისიაში 27-ში მეუბნებიან, რომ აი ტრეიდერებთან, ბანკებთან არ გამოვიდა, იმიტომ არ გვენდობიან და ტრეიდერ თუ რაღაც ესეთი ტერმინოლოგია იქ ვალად ვიღებ თუ ამ თემასო და ესა რა ქვია, 60% იქნებაო, ჩემი დარგის თავმჯდომარეს ეუბნებიან და მეორე დღეს წერილი მოდის, რომ დავიკეტეთ, დავიხურეთ ქუდი და წავედით თუ ეხლა. აი რა ეჭვები გაქვთ? გისმენდით თქვენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც ასევე ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენელიც იყო. აი რა შთაბეჭდილება გრჩებათ, რა არის კომპანიის ინტერესი? ლოგიკურად რო შევხედოთ, მთლიანად ჯორჯიან მანგანეზის და მასთან დაკავშირებულია ხომ ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია, რომელიც მოპოვებაზე მუშაობს, არის იმუშაონ, შემოსავალიც მიიღონ, მოგებაც მიიღონ. აი ნახეთ, ლოგიკურად რო შევხედოთ, მე და თქვენ აი დილეტანტურად, იმიტომ რომ ჩახედილი არ ვარ ციფრები, არ ვიცით და ასე შემდეგ. ესეც შეიძლება იმიტომ რომ მაგალითად ჯორჯიან მანგანეზის ფინანსური ანგარიშება არ არის. არა მხოლოდ მაგიტომ, არა, ვივარაუდოთ შეიძლება, ვივარაუდოთ კი არა, ვხვდებოდეთ, რომ კომპანიას მართლაც აქვს პრობლემა, რატომ? იმიტომ რომ სოფლიო ბაზარზე მართლა არის, ესა რა ქვია, ფასები დავარდნილი, ვიცით და გუშინდელი გაგებული არ გვაქვს რომ მოპოვებასთან დაკავშირებით $12 რო უჯდებათ შუქრუთის მოსახლეობის მიერ იმ შახტების მაღაროების გადაკეტვამ და რაღაცა ეს თვითღირებულებაო $18-ზე აიყვანაო და ასე შემდეგ და ამ ციფრებში უნდა შევყვე მე და ამ ციფრებში რომ შევყვე რომელ ყურზე დაგკიდებენ მაკარონს არ ვიცი და ამიტომ მინდა რომ მთავრობა თავისი ექსპერტული ესე ვთქვათ შესაძლებლობებით ჩაერთოს და რეალური სურათი დადოს. აი ამის უზრუნველყოფა მოახდინა პროფკავშირმა, რომ ამ დონეზე აწია დუღილისტებს. გაუწილად ეს გარანტიები, როგორც ნახე, ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა. ანუ რა საბოლოოდ მართლა ძალიან დიდი თემაა და 1 საათიც არ გვეყოფა, არათუ 9 საათი, ამიტომ რაღაცნაირად თუმცა იმ 1 საათშიც ვერ გავიგებ, იმიტომ რომ ისეთი აბდაუდებია, რომ აი მე ვერ გადმოვცემ. მთავრობას რა იქ სხვა ლევან დავითაშვილთან ერთად იყვნენ სხვა მინისტრებიც, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრიც. როგორ უყურებენ თქვენთან ერთად ამ პრობლემის გადაწყვეტას? ანუ ფაქტობრივად მაღაროები ეს კომპანია არის ერთადერთი დიდი დასაქმების წყარო
ჭიათურაში. თუ დაიკეტება, მოპოვება შეწყდება და თუ დავუშვათ სასამართლომაც დააკმაყოფილა, დავუშვათ CMC-ის მოთხოვნა, აი რა ხდება, აი რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ამ ადამიანებს რას უშვება. ნაწილი ვხედავთ ორშაბათს უკვე თბილისში ბრუნდება ისევ პროტესტის. ღმერთმა არ აქნას რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს, მე არ ვიცი მათ წარადგინეს თუ არა ხარვეზებთან დოკუმენტაცია, მაგრამ იქ საკმაოდ მნიშვნელოვანი თემებია, რომლებიც კომპანიას ავალდებულებს, რომ ჩემგან აღებული ინფორმაცია მიიტანოს და გარწმუნებთ რომ არანაირი ინფორმაცია ჩვენ კომპანიისთვის არ მიგვიწოდებია და მინიმუმ ამ ხარვეს ვერ გამოასწორებენ. და მე არ ვიცი სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ღმერთმა არ აქნას რომ დააკმაყოფილოს, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული ბერკეტი გვერდმევა ხელიდან, როგორც გითხარით, ეს 60% მთავრობას ყველაც უკვე აღიარეს, რომ პროფკავშირების გარეშე ეს მოსახლეობა ამას, ვერ მიიღებს. კომპანია ამბობს, მთავრობა ამბობს, რომ მე ვხედავ და ლოგიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომპანიას აქვს დაუშვათ პრობლემები და მსოფლიო ბაზარზე ეს პრობლემები, ამას მოცემულობად ვიღებ და დანარჩენთან დაკავშირებით, როგორც მე გითხარით და როგორც ასევე სამხრივი კომისიის შემდეგ განაცხადა ბატონმა მიხეილ სარჯელაძემ, იქ რაც ითქვა და რაც მოვილაპარაკეთ, ეგ იყო ორი კაცის შემადგენლობით დამსაქმებელთა, არა კომპანია, არამედ დამსაქმებელთა გაერთიანება, პროფკავშირები, მთავრობა, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ექსპერტების, მათ შორის ვისაც აქვს კომპეტენცია ჭიათურასთან დაკავშირებით, იქ მარგანეცის მოპოვებასთან დაკავშირებით, მიწისქვეშა თუ მიწისზედა სამუშაოებთან დაკავშირებით, DMT-ის დასკვნასთან დაკავშირებით. მოგაწოდოთ კომპანიამ, თქვენ ითხოვდით აუდიტის დასკვნას. აი ეგ უკვე მეოთხე და მეოთხე არ არის კიდევ ბევრი შემიძლია, რაც ამ ჯგუფმა ეს და ამ დასკვნას იშველიებს კომპანია, რომ წამგებიანი აქვს მოპოვება, ხო, მაყურებლის ხო, აი ნახეთ, დასკვნა ერთია და დასკვნა კი გამოდო, მაგრამ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, ხვედრითი წილი აი ამ თვითღირებულებაში მენეჯმენტის ხელფასისა ასევე არაპროფილური საქმიანობისა, რა ვიცი, სტადიონის თუ ბაღის თუ რაღაც ალპინიზმის სკოლის დაფინანსება და ასე შემდეგ. რა უჯდებოდა, როგორ უჯდებოდა ეხლა კი კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა თანამშრომლებს თუ უმუშევარს ტოვებ, იქ პროდუქციას ვეღარ ყიდი და ასე შემდეგ. ეს რამდენად რა პროცენტი ადგენს ამ თვითღირებულებაში? ეს ხო უნდა, როცა ჩვენ დავაყენეთ, რომ აუდიტის დასკვნა მოგვაწოდეთ, აი ეს ჯგუფი იყო, რომელიც კომპანიასთან ერთად გაწია წინააღმდეგოდა აუდიტის დასკვნა, რომ ჩაგვეხედა და ეს გვენახა. წარმოიდგინეთ, ეგ უკვე თქვენ მაყურებელმა და თვითონმა ჭიათურელმა გასცეს პასუხი და ეს მე რასაც ვამბობ, აი ეს 4 მიმართულება. ეს არის მხოლოდ 3%, რაც ვიცით, სადაც ნეფსით უნებლიეთ, იმიტომ რომ მათ რაღაც არ ესმის თუ იმიტომ რომ სპეციალურად ვიღაც იყენებს, მაგრამ აი ამ პრობლემას ქმნიან. რა გეუბნებით რომ ეხლა პროფკავშირი რო გავიდეს იმ პროცესიდან 60% ეს ხალხი ვეღარ მიიღებს. იმიტომ რომ იურიდიული ბმა პროფკავშირებთან აქვს. ეხლა გეკითხებით ვის მხარეს არის ეს ჯგუფი? ჯერ ვერ ვხვდები. სულ რამდენიმე წუთი გრჩება და ერთი მინდა გითხოთ ეს სამხრივ კომისიაზე რაზეც შეთანხმდით რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. აი დაახლოებით რა ვადაში, რა პერიოდში, რა კითხვებს უნდა გასცეს ამ სამუშაო ჯგუფმა პასუხი? მე პროფკავშირებისგან იყო ეს საკითხი დაყენებული. ეხლა ყველაზე მეტად რაც მნიშვნელოვანია არის ამ 60%-ის საკითხი, დაზღვევის საკითხი და ეს 60% ასევე უკავშირდება ძალიან მტკივნეულ თემას. ეხლა ეს 60% მართლაც რო გაიხსნას ცა და გქონდეს საშუალება, გქონდეს კომპანიის საშუალება მიცეს ამ თავრობამ გამოძებნოს დაუშვათ ან გამოაძებნიოს, არ ვიცი მე რა ტერმინოლოგია ვიხმარო, რაღაც პროცესი არ დავაზარალო და წინსრებით რამე არ თქვა, ბანკები წაიღებს ამას. იმიტომ რომ აქვს სერიოზული დავალიანება. აი ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ასევე საკმაოდ რა ვიცი, ჯერჯერობით პოზიტიური, მაგრამ არა ბეჭედ დასმული და არა გადაწყვეტილი თემა, რომ როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხი. პროფკავშირებმა თავისი ვერსია შესთავაზა
დადო სამხრივ კომისიაზე, როგორ შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს, არსებობს სხვა ვერსიებიც და ნახოთ, მაგრამ ჯერი 60% არა ვერ გეტყვით ეხლა რა ხო, იმიტომ კი არა რომ თქვენთან არა ექსკლუზიურად იმ ხელოპატივის აქცენტ ექსკლუზიურად, როცა კი რა მეცოდი, გეტყვით, მაგრამ მე არ მინდა რომ პროცესი დაზარალდეს და დაზიანდეს თვითონ და არ მაქვს უფლება რომ დეტალებზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ეს იყო როგორც გითხარით, პირობად დავაყენე რომ კომპანია იქ არ ყოფილიყო წარმოდგენილი და ეხლა გარკვეული მესიჯები სამხრივ კომისიაზე რაზე იყო საუბარი ამ კომპანიას მივაწოდო, ნამდვილად არ მინდა რომ იმათმა რაღაც ბრონი მანქანები შეკერონ რომ როგორმე ის თავი დაიცვან რაღაცეებისგან. ჯორჯიან მანგანეზი ამ ყველაფერთან თქვენი აზრით რა კავშირშია? როგორ თუ რა კავშირშია? გულისხმობ, თქვათ იგივე თქვენ საუბრობდით ამაზე და ახლა გასაგებია რომ CMC არის მთავარი ფიგურანტი, რადგან იქ მოპოვება შეწყდა და ისინიც ამბობენ რომ ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით, მაგრამ არ უნდა ჩაერთოს, ვინც არის ლიცენზიის მფლობელი კომპანია ამ მაღაროების 2040 წლიანი ლიცენზია. როგორ არ უნდა ჩაერთოს? რას ქვია? რა ფორმით არიან ესენი, იმიტომ რომ ჩვენც რომ რაღაც რომ ვრეკავთ, რომ ის ად არის გამოსავალი, თქვათ ეს 3500 ადამიანი. თუ დარჩა ისე, CMC-მ არ განაახლა სამუშაოები, ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი? ნახეთ როგორ არის ჯორჯიან მანგანეზი, მე ვფიქრობ რომ გარკვეულწილად პირდაპირ კავშირშია და პირდაპირ პროპორციულად არის პასუხისმგებელი. ეს მე რას ვფიქრობ? მაგრამ კითხვის კონტექსტი ეგ იყო. არ ეთყობა და არა მარტო კომპანიისგან არის ეს პასუხი, მათ შორის რაღაც ამ განხილვების შედეგად, რაც როცა მე რამდენჯერმე დავაყენე ეგ საკითხი, ნუ ეხლა იქ სამხრივ კომისიაზეც ითქვა და ყველგან რომ მათ იურიდიულად ამისი უფლება ჰქონდათ. ეხლა ჰქონდათ იურიდიულად ამისი უფლება რომ ამ CMC-ისთვის თუ არა CMC-ისთვის გადაეცათ თუ გადმოეცათ, ეგ მე ეხლა მიჭირს და ეს სამხრივი კომისიის ჯგუფი და იქ ექსპერტები, ვისაც ესმის ეს იურიდიული ნიუანსები როგორ ნახოს, ისინი იტყვიან, მაგრამ მე როცა ეს დავაყენე, ეს შესაძლებელი იყო რომ მას ქონოდა და არ ქონოდა პასუხისმგებლობა, მაგრამ მე რას ვერ ვიგებ, იცით? თუ მე სახელმწიფო მომცა 57 წლით, მე ვისაც მივცემ და გადავცემ რაღაცას, მის საქმიანობაზე პასუხისმგებელი როგორ არა ვარ, აი მაგას ვერ ხვდები და თუ იურიდიულად ამის უფლება იყო, თუ არ იყო, ამას გამოვიტანთ დასკვნის და გარანტიას გაძლევთ, რომ პირველი თქვენ გაგაგებიეთ და თქვენ გეტყვით. პოზიცია ჰქონდა, აი ამ კითხვებს რო სვამდით, რომ ისინიც ვერ ხედავენ, რომ აი ამ სიტუაციაში აი CMC-ამ თავად ჯორჯიან მანგანეზი ხო, და ისა იმაზე რა ქვია, ზედაპირზე არის CMC და მას ამის იურიდიული საფუძვლები, რომ CMC-ს ხედავდეთ ჩვენ, არსებობსო და მე როცა ვსვამ ამ საკითხს იქ არა ეს არსებობს ეს იურიდიული საფუძველი იმისთვის რომ CMC იყოს პასუხისმგებელი და ეს CMC თუ გაკოტრდა მე რა ხდება ხო ნუ აი ეგ უკვე უნდა ვიმუშაოთ მაგ საკითხთან დაკავშირებით ხო მოპოვებისთვის მე ახალ კომპანიას აფუძნებს ჯორჯიან მანგანეზი მე თუ სასამართლომ ჩვენი ესე თქვა შესაძლებელი დააკმაყოფილა და თქვა რომ CMC-სთან დაკავშირებით რომ გაკოტრების საქმეს არ ხსნის, ესე იგი ლიკვიდაციაზეც ვერ მიდის. აი მე პირველი ამოცანა რაც მიმაჩნია ბანკებთან დაკავშირებით და აი ამ 60%-თან დაკავშირებით ეს მოვაგვარო და შემდგომ მორატორიუმი გარკვეულწილად რომელიც ითქვა ასევე სამყროზე ჩვენი პოზიცია რომ ერთთვიანი მაინც მორატორიუმი ან ლიკვიდაციაზე გამოცხადდეს გაეცნონ იმ DMT-ს დასკვნას, რა არის რეალურად. DMT კი არის ავტორიტეტული კომპანია, ჩემთვისაც ავტორიტეტული კომპანია, მაგრამ იმ კომპანიას რა მასალა მიაწოდეს? რა იყო ის ესე ვთქვათ წყაროები, რაც კომპანიამ ამ CMC მიაწოდა, რის საფუძველზეც დაიდო დასკვნა. ეს ყველაფერი გამოსაკვლევია. უნდა დავასრულოთ. ძალიან დიდი თემაა. ჭიათურაში წერტილი რას უნდა დაესვას? ბატონო? ჭიათურაში წერტილი რას უნდა დაესვას? კრიზისს უნდა დაესვას იმ კრიზისს, რომელიც ეხლა თითოეული მოქალაქის ესე ვთქვათ ოჯახის მდგომარეობაზე აისახება, აი ელემენტარულ საპარკო პურის სახით, აი პური, რასაც ქვია. დღეს ეს არის გადასალახი და დანარჩენი ვინც იცის და კარგად იცის
ის მე ტექნოლოგიურ ნაწილში როგორ და რაღაცა, მათ შორის ამ ჯგუფზე უფრო დაბალი კვალიფიკაცია მაქვს, იმიტომ რომ ისინი მუშაობენ. მე არ ვიცი, მე ვიცი შრომა და სოციალური გარანტიები როგორ ნახოთ ეს შეიძლება. პროტესტი, რომელიც ორშაბათიდან ისევ თბილისში დაიწყება, რა შედეგს გამოიღებს. მადლობა თქვენი დროისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი პასუხობდა. მე ორშაბათამდე გემშვიდობებით.